ილია შენ ხარ მაგის ესა რა ქვია ლივერპულში რა ხდება ეგ იმან არის ის რა შლოტმა ვერ შენ იცი შენ და მოგვიყევი აბა ვაიმე რა ვიცი მე რა ხდება ლივერპულში დიდი არეულობაა ეხლა როგორც ჩანს ცდილობენ რომ რამენაერად ჩვენთან ხო იცი ბევრია ლივერპულის კომანდა და ეხლა კომპეტენტურია აინტერესებს ლივერპული ქართულ საფეხბურთო ცხოვრებაში ისეთ დროს და ისე შემოვიდა 1979 წელს ან მოუგეთ 3-0 რომ იმის მერე რაღაც ის დატოვა რა ქვია რა ღრმაკვალი ხო და მე მართლა ძალიან ბევრი გულშემატკივარი ყავდა ყოველთვის რაღაც რჩება შტაბეჭდილება რომ სალახის თავიდან მოშორება უნდათ თუ ცდილობენ რომ სალახს დააყრალონ შეიძლება ამაში არის კიდევაც სიმართლის მარცვალი რომ სალახი უკვე პრობლემად იქცა ვარსკვლავობიდან პრობლემად იქცა ხლა ნუ ნამდვილად არა ვარ მე ხლა ლივერპულელი ვარ არ სამი კლუბის ამბებში ესე ბაჩახედილი არა ვარ მაგრამ როდესაც ვკითხულობ სტატიებს სადაც სალახს განიხილავენ მე ხვდები რომ ის ხალხი ვინც ამბობს რომ სალახი პრობლემად იქცა შეიძლება სულაც არ არის ცლად მტყუანი სალახის ინტერვიუები თვითონ რაც მომისმენია ვატყობ რომ ეს ადამიანი საკმაოდ ისეთია რა ქვია იცი როგორ არის თავს პრიმადონად მიიჩნევს და ითხოვს მოპყრობას როგორც პრიმადონისადმი ასეთ მოპყრობას ითხოვს ну ამან შეიძლება რასაკვირველია გუნდში რაღაც პრობლემები წარმოშვა თუმცა ისიც სათქმელია რამდენად სალახის ბრალია მართლა ყველაფერი რაც ხდება ხო მამარდას არ იყოს ხო მამარდასია ხო არა ჩვენ უფრო ის გვაინტერესებს შენ ახლა მამარდას კონტექსტში გვაინტერესებს ეს ყველაფერი და ნუ არ ვიცი ხალხო ეხლა მამარდა რო არაჩვეულებრივი მეკარეა კარგად ვიცით მისი კონკურენტი რო არის მართლა ბრწყინვალე მეკარე ალისონი ესეც ყველამ კარგად ვიცით და აგერ გუშინ სალახმა რო ის რა ქვია ინტერვიუ მისცა და რო თქვა რომ ეხლა შეიძლება ბოლოჯერ ვითამაშო და მერე წავიდეო და მოკლედ რაღაცა ესეთი სიტუაციის ამრევი ინტერვიუ რო მისცა იმის მერე პრესკონფერენციაზე ინტერთან თამაშის დღეს გამოიყვანეს ალისონი და ну ეს კაცი როგორ ლაპარაკობს იცით რომ მიხვდეთ ვისთან აქვს მამარდას საქმე და რასთან აქვს მამარდას საქმე როგორ მისცა იცით ამ კაცმა ინტერვიუ რომ მე მოს დაველაპარაკები ერთი რაში საქმე ის ჩემი ძმაკაცია კაცო ამდენი რაღაცა გაგვივლია ერთად და მე და ამას ესე გავაკეთებ და იმას ისე გავაკეთებ ნუ ვამბობთ ლივერპულს გულისხმობთ ალისონს ხო როგორც იყო ვამბობთ პარტიას გულისხმობთ ლენინს კომუნისტები რო ამბობდნენ ვამბობთ ლივერპულს გულისხმობთ ალისონს და ახლა მამარდა არის ამ წუთას აი კონკურენტი იმისი რა ქვია ამხანაგი ალისონის რა ვა ნამგალი დაურო უჭირო ვის არის ხო ხნედ მოაბიჯებს ჩვენი ლივერპულელი ახალგაზრდობა წინ მიუძღვის ალისონს ეხლა ეგეთ კაცს უთხრა რომ შენ და ჯეკი მე უნდა კარებში დავდგეო ცოტა ძნელია რა მიუხედავად რომ პენალტიც აიღო მანჩესტერ სიტისთან რავი ყველაფერი გააკეთა გამოვიდა სკოულზი და თუ ალისონი დგასო ალისონი რო უშვებს გოლს კაიაო და ის რა ქვია მამარდაშვილი რო უშვებს ცუდია რა სკოულზმა მაგარი რაღაცა თქვა ეხა ეს კარგად მეკარეობსო მაგრამ ისე მგონიაო რომ რაღაც თუ ესე გონია კარგად როგორ მეკარეობს ვეღარ გავიგე როგორ რაღაცნაირად არ მაგაზე რუსებს აქვს ეხლა ისა რა ქვია ერთი გამოთქვა იოსლი კაჟიცა კრესტიცა ნადაო რა თუ გეჩვენება პირველი გადაიწერე რა ეგეთი რაღაცები და ეს ბრეჟნევივით მართლა მარტო სალახი არის იბედა შეხვალ საიტებზე და სალახი იცი რა ძალიან სკანდალური ინტერვიუ მისცა სადაც თქვა რომ რჩება შტაბეჭდილება რომ ვიღაცას ჩემი თავიდან მოშორება უნდაო ლივერპულმა მე ფაქტიურად ავტობუსის ქვეშ ჩამაგდო და ზებოდან უნდა გადამიაყნო თუ რაღაცაო ეხლა შემდეგ უახლოეს თამაშზეო დედაჩემს და მამაჩემს უთხარიო რომ მოვიდნენ სტადიონზე და დაესწრონო იმიტომ რომ ეს შეიძლება ჩემი ბოლო თამაში აღმოჩნდენო და აღმოჩნდეს ლივერპულის შემადგენლობაშიო და მე ერთ-ერთი ჟურნალისტი ლივერპულის ერთ-ერთი საიტის არ მახსოვს ლივერპულ ექოს რომელიღაცა საიტის ჟურნალისტი წერდა ნუ ისეთი რომელსაც ჭიპი აქვს ამ კლუბის ისტორიებში მოჭრილი ხო წერდა რომ სალახი არის ადამიანიო რომელიც ტყუილ არაფერს არ ამბობს გასმის აღმოსავლური წვიერი ესეთი ის არის ადამიანი არის რომელმაც ცხოვრებაში სულ მატჩის შემდგომი კომენტარიო სამჯერ რაც რამდენი ხანია სამჯერ გქონდაო როდესაც თვითონ აწყობდაო სხვა შემთხვევაში იძახისო რომ მაპატიეთ რაღაც შეამწყურია შტაბი უნდა რაღაცა საქმეს რო ჭირდება თვითონ რო ჭირდება მაშინ იძახისო და ეხლა იმ დღესო სად იყო ლიდში თამაშის მერეო ხო არა თამაშის
მიდიოდაო გასახდელისკენო და რო ჩაგვიარა მიქს ზონაში იმასო ჟურნალისტებს რომ ბიჭებო დამეცადეთ ერთიო წყალს გადაივლებ და გამოვალო ეხლა ტაქსი ამდენი წელი აქ არისო და სულ სამჯერ დაგველაპარაკაო და ეგრევე მივხვდით რომ რაღაცა ხდებოდაო დაველოდეთ უნდა ნუ აი თქვა რომ ავტობუსის ქვეშ ჩამაგდეს მამაც ჩემი მოვა შემდეგ თამაშზე იმიტომ რომ შეიძლება ხო თვითონ აწყობდა ეგ ეხა საქართველოსიც ანუ არა ქონია საერთოდ არ ეთყობოდაო არაფერი რომ თქვა რამას განიცდი და ნერვიულ და აბსოლუტურად დაგეგმილი სკანდალური ინტერვიუ მისცავა რა აი სამზარეულო ცოტა ძნელია მან გაიგო მაგრამ ერთი შეხედვით თითქოს რაც ჩანს რომ უკვე თვლიან რომ გადაბერდა და თითქოს თვლიან რომ ამას უგზავნებდნენ კონტრაქტს კი ხო და აი შაშან მოაგებინა კაცო ისე შაშან მოაგებინა ანუ მაგარია არა მაგარია თავს ერთი შეხედვით თითქოს ესე ჩანს რომ აი ვერც პირდაპირ ეუნებიან და ვერც აი რაღაცის შეპარული ისინი მიდის რომ აბა თვითონ იქნებ წავიდეს ანუ ვერ განსაზღვრა თვითონ კლუბმა რომ ახალი კონტრაქტი გაუფორმა რაღაც უფორმებდა რა მე არ ვიცი ხა რამდენად სიმართლეა მაგრამ იმოქმედაო ლივერპულში აი ამ ჟოტას სიკვდილმაო რამდენად ის არის რომ შეიძლება ეს დაცემა გუნდის სკოულზმა თქვა ძალიან საინტერესო რაღაცა ლივერპულზე ჯერ კიდევ მაშინ დაიწყო ლივერპულის ჩავარდნაო აი წინა სეზონში ორი ტური რო იყო დარჩენილი და იბიცაზე რო წავიდნენ იქ ხო რო იცეკვაო დიჯეი რო იყო ისა სლოტიო სლოტმა იცეკვაო ფეხბურთელებთან ერთადო და ნუ ეს მის დაბალ კლასზე მიუთითებსო და დაახლოებით ესე გამოუნახავ მაგრამ ნახავს ის გამოუვიდა რა სკოულზე იტყოდა ახლა მაგას მანჩესტერელი იტყოდა ლივერპულს